ცენს პირველი ნაწილის სტუმარი გახლავთ ამალხაზ თოფურია ძალიან დიდი მადლობა ბატონო მალხაზ რომ მონახეთ დრო და მოხვედით ჩემთან და მიუხედავად იმისა რომ სოფლიოში სიტუაცია ძალიან დაძაბულია როგორც დასავლეთში ისე აღმოსავლეთში რა ვიცი მე მგონი ჩრდილოეთში სამხრეთში ყველგან მე მინდა რომ დავიწყოთ ყოველ შემთხვევაში საკითხებსაც შევეხებით ბუნებრივია მაგრამ დავიწყოთ იმ თემით რომელიც უფრო ახლოს არის ჩვენთან და უფრო ორგანულია და უფრო მეტად გვეხება ჩვენ თუმცა ჩვენ კი ვამბობთ რომ გარშემო რა ყველაფერი დაალაგდება ჩვენს დავლაგდებით მაგრამ ეს ყველაფერი პირიქით არის სამყაროსეული პრინციპით შენ რო დაალაგდები მე რელაგდება შენ გარშემო ყველაფერი მოკლედ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი თუ მთელი საზოგადოება არა დაინტერესებული არის რომ აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და პრინციპ ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ ხოლმე ისე ხშირად აღარ როგორც ადრე მაგრამ ემოციურ დონეზე ეს მე ვფიქრობ რომ ქართველების საქართველოს მოქალაქეების უმეტესობას აწუხებს მაგრამ ამის პარალელურად ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი კონცეფცია ყოფით დონეზეც მაინც აი როგორ ვაპირებთ დაუშვათ მოგცა გასაღები რუსეთს აქვს ეს გასაღები ამერიკას აქვს ეს გასაღები თუ ევროპას არ ვიცი მე ამ კონფლიქტების გადაჭრის და მოგცეს ეს გასაღები მაგრამ როგორ ვაპირებთ ჩვენ ურთიერთობას და თანაცხოვრებას აფხაზებთან და ოსებთან ჩვენ ვიცით ხო ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულების უმეტესობის ალბათ ხა მეკვლევა არ ჩამიტარები არ ვიცი მაგრამ ხოში არის ასეთი მოსაზრება რომ ომი დაკარგოს დაიბრუნოს მხოლოდ ომით ანუ ამოვხოცავთ ჩვენ ანუ თქვენ ეს როგორ წარმოგვიდგენია და პლუს ამას ჩვენ არ ვიცით კიდევ აფხაზებს გარდა იმისა რომ ისინი გარეთ რასაც აჩვენენ რომ ჩვენთან არ უნდათ და არ ვიცით რა უნდათ მათ არ ვიცით რა რეაქცია ექნება ან ჩვენ რისი შეთავაზება შეგვიძლია და მე მინდა რომ შემდეგ მივაქციო ყურადღება ერთ ფაქტსაც ამერიკის შეერთებულ შტატებმა თავის სამშვიდობო გეგმა გამოაქვეყნა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით და იქ იყო ტერიტორიულ დათმობებზე ხო ლაპარაკი რომ ამერიკის შეერთებული შტატები იურიდიულად არა მაგრამ ფაქტობრივად აღიარებს რუსეთის შემადგენლ თუ უტოვებს რუსეთის იმ ტერიტორიებს რომლებიც დაკავებული აქვს ამჟამად რუსეთის სამხედრო მანქანას გუშინ კომერსანტმა გავრცელა ინფორმაცია, თქოს კელოგმა თქვა, რომ უკრაინული მხარე ამას დათანხმდა და შეიძლება დათანხმდა კიდეც, იმიტომ რომ აი იშვიათ მეტალების და წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას მოაწერესო ხელი. ანუ მე ეს აღვიქვი როგორც გზავნილი ჩვენთვისაც. როგორ წდება გეოპოლიტიკურად საკითხები და დაპირისპირება და შეიძლება ჩვენ ტერიტორიებიც აი ამ ტიპის გარიგებას შეეწიროს. დავიწყოთ იმით ჩვენ როგორ ვაპირებთ თანაცხოვრებას და ეს სხვათაშორის ამ სცენარისთვის ძალიან კარგია ის სიძულვილი რომელიც ჩვენ და აფხაზებს და ჩვენ და ოსებს გვაქვს, იმიტომ რომ ადვილია მანიპულირება მაშინ. ჩვენ როგორ გვინდა დაბრუნება ამ ტერიტორიების? იმხელა ხო ძალიან ბევრი გამომივიდა დავყოთ. სანამ დავიწყე პასუხის გაცემას გუშინ დაილდღებინდა თელ საქართველოში არაღებულ ძალებს მოულოცო ქართული არმიის დღე იყო დღევანდელი დღე მინდა მოულოცო ბატონ მალხაზ გულაშვილს თქვენთანაც წამყვანს ჩემთავს მელოთა საერთაშორისო დღეა ასე როცა შეიძლება შევხედოთ ამ დღეს და ეხა ისეთი მართლა მტკივნეული თემა როგორც არის აფხაზეთი ნუ ჩვენთვის განსაკუთრებულად მტკივნეული თემა დავიწყოთ ამით ისო რაღაცა კონცეფცია და რაღაც აზრი გააჩნია დღეს ან რაღაცაზე მიდის მუშაობა ეს ტყუილი არის არაფერზე მუშაობა არ მიდის ის კი არა რაც იყო თქვა 10 წლის წინ სახალხო დიპლომატია რაც იყო 20 წლის წინ ყველაფერი აი 2007 წლის ამბების შემდეგ რა თქვა კოდორში ჯარი შევიდა ანუ ყველანაირი სახალხო დიპლომატია ჩამოიშალა ყველაფერი გაფუჭდა ყველაფერი კი ეხლა არის ცდელობა რო თქვა აფხაზების საქართველოში სარგებლობენ სხვადასხვა სერვისით განსაკუთრებით ეს არის სამედიცინო სერვისი და ხო მეგონი ერთ-ერთი პროექტია რაც კი ბატონო და მართლა ზოგი ამბობს რომ რა საჭიროა რაში გჭირდა არა გჭირდება და ძალიან კარგია რომ ეს პროექტი მაინც დარჩა და არსებობს. ერთადერთი ვფიქრობ არანაირი პროგრამები და ის რომ რაღაც ომი წართმევს ომი დაიბრუნა ეს სიგიჟე არის ეხა ეთნოსის ეთნოსი უნდა გავწყვიტოთ და შევიდეთ და იქ დავსახლეთ ნუ აი რაზე ვსაუბრობთ რო შეძლოთ ეს ფიზიკურად ნუ აი მწოდვიან მიწაზე და სისხლიან მიწაზე სადაც ეთნოს გაწყვიტავ და ამოძირკვანთლიანად იქ როგორ უნდა იცხოვრო ხო აი მწოდვის მერე და იმ სიმძიმის მერე რაც იქ და შეიძლება ამას მოყვეს რასაც ქვია სამხედრო წარმატება და გადავლა მთელ აფხაზეთზე არა რა თქმა უნდა ეს ცისშივე გამორიცხულია და რო ამას როგორც სამხედრო ისე ვიძახი და როგორც ადამიანი ისაც ვიძახი და როგორც ქრისტიანიც რა აფხაზებმა რომ გაიმარჯვეს და გამუყარეს მაპატიე და მას მერე ხერხემალში ვეღარ გასწორდნენ ხო ყველაზე მძიმე წლები უდგას აფხაზებს და აფხაზ მოსახლეობას დღესდღეობით იქ არის ძალიან ძიმე ჩვენზე უფრო მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა 80,000 სომეხი ცხოვრობს 70,000 აფხაზი და 60,000 ქართველი ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მაინც აფხაზი არის იმიტომ რომ მათ აქვთ თავიანთი
თვისობრივი მენტალური თვისებებიდან გამომდინარე, თქვათ რაც ნაკლებად აქვს სომხებს და თქვენ წარმოიდგინეთ ქართველებს კიდევ უკეთესი მდგომარეობა გვაქვს ვიდრე აფხაზებს ამ მხრივ, მიდრეკილება იმ სხვადასხვა უბედური რაც არის ნარკოტიკები, რაც არის ძალიან მძიმე პრობლემაა. მძიმესი პრობლემა არის. აფხაზი გოგონები იძულებულები არიან რომ გათხოვდნენ სხვა ეროვნების ადამიანებზე, იქ სომხებზე, თუნდაც ქართველებზე და აფხაზური გენეტიკური გენოფონდი არის უმძიმეს მდგომარეობაში. ეს დიდხანს თუ გაგრძელდა, ისინი უბრალოდ მე სხვა ერებთან მოგვიწევს და სხვა ეთნოსებთან საუბარი და არა აფხაზებთან. და იმედია ესე არ მოხდება, რაღაც იქეთკენ შეიცვლება. ერთადერთი კონცეფცია ჩემისას და ერთადერთი რაც შეიძლება სახელმწიფომ დასახოს, ეს იმიტომ კი არა რომ აფხაზეთი და იმიტომ ჯერ საქართველოს დავიბრუნოთ, გავხდეთ ისეთი მიზიდველები რომ აფხაზს მოუნდეს ამ ქვეყანაში ცხოვრება. ეს არის პირველ რიგში ეკონომიური და ზნეობრივი მორალური მხარე. ახლა გეი პარადით აფხაზებს ვერ მოვიზიდავთ, დამიჯერე და რაღაც ევროპული ლიბერალიზმით მართლა ვერ მოვიზიდავთ. აი ხო ვიცი, ეს კავკასიაში ჩვენ ავტორიტეტს აბსოლუტურად გაანულებს და ეს არის მათი ძირითადი ფლაგმანი და რუსული პროპაგანდის ნაწილი, თქვა კი. მართლა ძირითადი ფლაგმანია და ამ პროპაგანდას აქვს თავის საფუძვლები. ხო ეს პროპაგანდა მარტო იმას არ ნიშნავს, რომ ის თითიდან გამოწვა, არ არის თითიდან გამოწვეული, ეს რეალობა არის, რასაც ხედავენ, ხო? რაც მე აბუქებენ უბრალოდ. კი ბატონო, რაც მე ბუქდება, ხო და ჩვენ გვაქვს შესანიშნავი საშუალება გაიხსნას ის რკინიგზა, რომლიზეც მიეჯაჭვება ეს ერი და ეკონომიურად გულისხმობ, იმიტომ რომ ეს ამ რკინიგზას ექნება უდიდესი დატვირთვა. ეს იქნება ნაკადი, რომელიც წარმოიდგინეთ საქართველოს უნიკალური მდებარეობა, ხო ეს არის კორიდორი აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის. ფართო გაგებით აღმოსავლეთს ვიძახი, რომელიც მთელი შუა აზიის რესპუბლიკას მოიცავს, ჩინეთს მოიცავს, რაც თავარია და უდიდეს სახელმწიფოებს მოიცავს და აღმოსავლეთ მხრიდან და დასავლეთ მხრიდან მამადია და ყველაზე ცივილურ სორს ვიტყვი, არ გადავაჭარბო, ყველაზე ცივილური სამყაროს მთელ ევროკავშირის ქვეყნებს მოიცავს, ხო? მათ შორის გვაქვს ხიდი. ჩვენ გვეძლება საშუალება, რომ ორი ხიდი გქონდეს, არა მარტო სამხრეთ ის აღმოსავლეთ დასავლეთ, არამედ ჩრდილოეთ სამხრეთი, ეს არის რუსეთი. რუსეთი, თავის სკანდინავიის ქვეყნებით ჩვენ შეგვიძლია ეს და ევროპაც ავიღოთ რა, ბელორუსია, უკრაინა და უცბად ქვემოთ სომხეთი, სომხეთი როგორც უახლოესი მეზობელი, იმიტომ ვახსენე და არა მასშტაბურობის გამო, შემდეგ მოდის თურქეთი, არაბული სამყარო და უდიდეს ქვეყნები, რომელთა დამაკავშირებელი ხიდი და აუცილებელი მშრალი გზა, მე არ გულისხმობ საზღვაო გზას, ერთადერთი მშრალი გზა ვიქნებით, აემხელა ქვეყნებს და იმპერიებს შორის, აი ამ ხელა წარმონაქმნებს შორის ვიქნებთ ერთად წარმოიდგინეთ ეს საქართველოსთვის რამდენად მომგებიანია ეკონომიურად და თქვენ წარმოიდგინეთ მე კიდევ ამბობ რა ჩვენი ეკონომიური წელში გამართულობის ჩვენი სახელმწიფოს დალაგების შემთხვევაში ეს იქნება ერთადერთი გზა აფხაზეთი დავიბრუნოთ აფხაზებიანად რა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ მე ვამბობ რომ აფხაზეთის დაბრუნება აფხაზების გარეშე არ შეიძლება მოხდეს და არც უნდა მოხდეს და ეს იქნება ერთადერთი გზა და ეს არის მამატი და ის რა დღეს პროცესები მიდის საქართველოში ამისკენ არ მიდის არც ერთი პროცესი ხო ვის მოუნდება თქვენ ახლა ეკონომიკურად მიმზიდველიო მაგრამ თქვენ წარმოგიდგენთ ეს პოლიტიკური სპექტრი საზოგადოება რომელიც ჩანს ჩვენს ეთერებში და სატელევიზიო სივრცეში ამათთან ვის უნდა მოუნდეს უცირებლობა არა გეთახმებით ანუ ამისკენ ვერ მივდივართ ჩვენთან ვერ მივდივართ ჩვენ ვერ დავანახეთ უფრო მოსაწონი ვიდრე თქვათ მათ აქვთ ხო იქაც არეულობებია მუდმივად ცემატყეპაცივილი შეიძლება ჩვენზე ცოტა უარესი მაგრამ ჩვენ რო ბევრად უკეთესი არ გვაქვს ფაქტია ანუ ჩვენ მოსაწონი ჯერჯობით ვერაფერი ვერ დავდეთ აბსოლუტურად ვერაფერი ვერ დავდეთ და როდესაც ჩვენ მოსაწონს დავდეთ და კიდევ ამბობთ გავხსნით იმ გზას ყველა გზას გავხსნით რა გზის გახსნის საშუალებაც არსებობს რა ეს მარტო რკინიგზა არ არის აბსოლუტურად აი პირდაპირ და გადატანით მნიშვნელობას ამ გზას იმიტომ ვანიჭებ აფხაზეთს ჩავთავთ იგივე იმ ტურისტულ სქემაში რაც საქართველოშია ყველაფერში აბსოლუტურად ამ ადამიანების ინტეგრაციას საჭიროა უსაფრთხოება იმის ისე ტურისტულ სქემაში ჩართულობა ჩვენ ამ შესვლა აუცილებელია რა თქმა უნდა ყველაფერი ეს არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული და თანმიმდევრობითი ეს არ შეიძლება მოხდეს ერთ წელიწადში არ შეიძლება მოხდეს ორ წელიწადში და მაგრამ რაც მე დროს გავუშვებთ უფრო და უფრო ძნელი გახდება ამის იმიტომ რომ შეიძლება აფხაზეთი მიუხედავთ იმისა რომ თქვა რუსი ბიზნესმენები იქ არ შეცვლილან და თქვა ამას ყველაზე კარგად ახერხებენ აფხაზები იცავენ თავიანთ ქვეყანას აი თავიანთ მე მგონი მაგაში შედა ვერ დაგეთანხმებით მეც მქონდა ეს მოსაზრება მაგრამ მე მგონი რუსეთი უბრალოდ იცდის 80,000 აფხაზია დარჩენილი
და არ უნდა უბრალოდ კონფლიქტი 50 წელიწადში 30 წელიწადში და ხოლმე დიდი სახელმწიფოს ეს არაფერი არ არის ეს დრო უბრალოდ წაიღებს და თუმცა ეხლა უწევს ანგარიშს ერთადერთი ვინ შეძლო ვინაც კრასნოდარის გვარი დამატკაჩენკო თუ რაღაც ესეთი გვარისტი იმან რაღაცა სანაპირო ზოლზე რაღაცა ააშენა და ნუ ამის მერე ნუ უბრალოდ იმხელა პროტესტი მოყარო შეწყდა და ვერც ერთი კიდე ვიძახი აფხაზები გადასარევად აკეთებენ იმას რასაც თქვათ არ ვიცი ჩვენ პირობებში შეძლებდნენ თუ არა ამას ღმერთმა იცის გადასარევად იცავენ რუსული ექსპანსიისგანაც მათ შორის არა მარტო რუსული სხვაჩოს იქ თურქული ექსპანსიის კი ჩვენი მეგობარი ქვეყანა ქვია მაგრამ თურქული ექსპანსიის კი ბატონო მეორე ადგილზეა თურქეთი კი ბატონო იყო რა და გადასარევად იცავენ თავიანთ აი პატარა სახელმწიფო წარმონაქმნს რომელიც საქართველოს მე ვთვლი რომ საქართველოს საქმეს აკეთებენ დღეს ისენი რა სამომავლოდ ქართულ აფხაზურ საქმეს ახლა უფრო ცოტა ისე რო არ გამომივიდეს რაღაც აფხაზებზე ნიშნის მოგებით ქართულ აფხაზურ საქმეს აკეთებენ და ჩვენც უნდა ვეცადოთ რომ ბევრი ქართულ აფხაზური საქმე გავაკეთოთ რომ ადრე თუ გვიან მოახლოთ ის დღე როდესაც ისე ვიცხოვრებთ ერთად როგორც საუკუნეები მე კიდევ ამბობ რასოს გონია რომ რაღაც კომუნისტური ეპოქა იყო ან რაღაც მეფის რუსეთს არა საუკუნეები იყო დასავლეთ საქართველოს დედაქალაქი იყო სოხუმი და მოიცავდა ამას ამბობენ ეხა იქ ახალგაზრდების რაღაცა ნამდვილ ხშირი ის ქუთაისი ქონდა დედაქალაქი აფხაზეთში და რაღაც დასავლეთ საქართველოს თავაზობ რომ კი ბატონო დაგიბრუნებთ მეთქი მაგრამ და კიდევ ერთი მნიშვნელოვანია როდესაც შეიქმნა ეს განლაგება ცნობილია ხო ქართული ჯარის პირველი სახელმწიფო ერთიანი გაერთიანებული ქართული სახელმწიფო რო შეიქმნა აფხაზები მემარჯვენე საძოშოს მეწინავე ხაზზე იდგნენ და ყველა კუთხეს თავისი ადგილი ჰქონდა და სიმბოლურად ეს იმეორებდა საქართველოს რუკას როდესაც მტერი შემოდის სამხრეთიდან და აფხაზები იყვნენ მემარჯვენე საძოშოს მეწინავე ეს ხო ნიშნავს ნდობას ანუ აბსოლუტურად ორგანული ნაწილი იყო ხო ხო და აი ამას ვაგზელებთ თქვენ ხაზ და ჩვენ ეს დაგვავიწადა გვახსოვს მე-19 საუკუნეში რა მოხდა ჩვენ მე-19 საუკუნე ეს არ არის ის საუკუნე რომელიც ყველაზე კაი გასახსენებელია ალბათ ყველაზე ცუდი გასახსენებელია ეს ის შემთხვევა გვაქვს იმ შემთხვევასთან გვაქვს ახლა ჩვენ როდესაც საუბრობ და უნდა ვეცადოთ რომ ეს მე-19 საუკუნეები და ეს საუკუნე ცოტა ნაკლებად გავიხსენოთ მაგრამ მე კიდე ერთხელ ვიძახი ჩვენ გქონდა იმდენად იგივე კიდევ ამ აფხაზეთზე ესეთი დიდი სამთავრო რაც იყო აფხაზეთის სამთავრო დედაქალაქ ქუთაისით ხო საქართველოში ამ სამთავრო არც ერთი არ იყო ყირიმამდე იყო ლამისის გადაჭიმული სიგრძეში ლამის თურქეთამდე ჩამოდიოდა თურქეთის დღევანდელ თურქეთის ტერიტორიაზე გადიოდა მის საზღვრები და მთელი იმერეთს მოიცავდა და ნუ არ ვიცი აი მართლა ამხელა ლამის დღევანდელი საქართველოს ზომის იყო ეს და იმას ერქვა აფხაზეთის სამეფო და ჩვეულებრივად კიდევ ვიძახის მათი დიდი გვარები შერვაშიძეები იქნება ანჩაბაძეები იქნება აფხაზური წარმოშობის ხოთაშორის ხო ეს იყვნენ ქართველი მეფეები ქართველი დიდებულები მეფე ლეონი ანუ ის რომ ლეონი ორი სულფიკო ალბათ ბრუნავს საფლავში მეთქი კი ბატონო საფრანგელი აფხაზები აკეთებენ და ამაზე მიუთითებს ისაც რომ ქართული და დამწერლობა რომელიც აფხაზისთვის მშობლიური იყო და მე-19 საუკუნე ქართულად ლოცულობდნენ ისინი აი მე-19-მდეც ის რომ ბედიას მონასტერში ქართული წარწერა და სხვა წარწერები რომ არ ფიქსირდება ხო ეს რა თქმა უნდა უბრალოდ ხა ისტორია უნდა გადაუწერო აფხაზებს და უთხრა რომ ეს ყველაფერი კი არის ესე მაგრამ ეგრე არ არის ხვანაირად და რაღაც ღაპრები შევხსნა. როგორ ამბობენ იცით არ შეიძლება თქვენ იცით რომ ეს პრარაბები იყვნენო ქართველებიო და ქართული წარწერები იმით. არა ნუ ეხლა ეგ არა რა თქმა უნდა მე ვამბობ თვითონ მენტალ როგორ აქვს ჩადებული საზოგადოებრივი აზრი. არა კი იმიტომ რომ ახალგაზრდას როგორ ძდი და რაღაცა დააჩვენა იმას რომ ის ტერია ის სხვა შორის ამ ომმა 92-93 წლის ამ უბედურებამ ნუ თქვა კიდევ დაუსვა იმას რა თქვა კრემლი მუშაობდა წლების მანძილზე სუსლოვის ხელმძღვანელობით ბოლო წლებში საბჭოთა კავშირის დაშლამდე ქართველების და აფხაზებისადმი ნუ აი ყველანაირი ზიზღის ჩამოგდების მოგონების და პროვოკაციების და სპეციალისტების ჩანერგვის ამ საქმეში ეხლა ახალგაზრდებმა არიციან და თქვა 78 წელს როდესაც თქვა არაფერი არ ხდებოდა ზასტოი ესეთი პერიოდი იყო კაი უძრაობის პერიოდი იყო საბჭოთა კავშირში 78 წელს მოხდა დაპირისპირება აფხაზებსა და ქართველებს შორის მაშინაც კი
მოახერხა ჩეკამ ეგრეთ წოდებულმა კაკებემ დაეპირისპირებინა ქართველები და მაგრამ ჩვენც ვიყავით მზად რომ დავპირისპირებოდით ესეც აღუნიშნოთ თქო ჩეკას ბრალი არ იყო არა ფაქტი ის არის რომ შინაგანად ჩვენც მქონდა ეს მიუღებლობა აუცილებელია ეს ქართველიც უნდა გაამზადო იმისთვის რომ იმიტომ რომ ძალიან ძნელია ხა ცალი მხარე გააბოროტო მეორე იმით რომ უყურებს არ გამოდის არაფერი რა თქმა უნდა ის იგივე ანეკდოტები იგივე ეს ყველაფერი განყოფილებები ქონდათ რუსულ კაგებში და რა თქმა უნდა მუშაობდა რა თქმა უნდა ისაც მუშაობდა რომ თქვათ იგივე ხელოვნურად ქართველების ჩასახლება ბერიას მიერ ხო აღქმული იყო და აფხაზების გასახლება აფხაზეთიდან ესაც რა თქმა უნდა უარყოფითად იყო აღქმული და ესაც ისტორიის ნაწილია ახლა მოგწონს არ მოგწონს ჩვენ შეგვიძლია ბერიას მოუწონოთ ეს აქციელი როგორც ქართველებმა შეიძლება არ მოუწონოთ როგორც თქვათ ის რომ ამ ხალხთან ერთად ვაპირებ ცხოვრებას ხო და ეს ყველაფერი ისტორიის ნაწილი იყო ხო ის რომ თქვათ რაჭველები იმერლები მაღალთიანი იმერეთიდან გადასახლებული იყვნენ სვანები აფხაზეთში ხო დიდი რაოდენობით მიუხედავად იმისა რომ მანამდე მცხოვრები ქართველები განადგურებული იყვნენ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ძალების მიერ ხო ეს ყველაფერი არის იმდენად იცვლებოდა იქ დემოგრაფიული სურათი აი ყოველ საუკუნეობრივად იმდენად იცვლებოდა რომ აბსოლუტურად სხვადასხვა სურათს ვიღებდით რა და ერთ-ერთი ხელოვნური ჩარევა იყო იგივე ლავრენტი ბერიას მიერ ჩარევა რომელიც აფხაზებმა რა თქმა უნდა ძალიან მტკინეულად აღიქვეს რა ეს ახლა მე ფაქტებზე ვსაუბრობ თორემ რა მომწონს და რა არა ეს უკვე ჩემი პირადი არის და არ არის მე ვფიქრობ ღია ეთერებში სასაუბრო ეს ცოტა ისეთი მძიმე თემებია და ეთნიკურად ძალიან გულზე ხვდებათ ადამიანებს განსაკუთრებით ქართველებსაც და განსაკუთრებით იქიდან გამოყრილ ქართველებს თუ აი წარმოიდგინეთ მართლა გამოყრილს დაიბადა გაიზარდა თავის ძირძველ-მიწაზე და ბერიამ რაქნა ეს რა შუაშია რა თქმა უნდა ხო და ამიტომ არის რაღაცეები რაც ერთადერთი მალამ კიდევ ამბობს სიყვარული არსებობს და ის ეკონომიური კეთილდღეობა რომელიც კიდევ იძახი რომ ქართული სახელმწიფოდან უნდა და ის აფხაზეთის მხრიდან ვერ დაიწყება ვერანაირად. აქეთა მხრიდან უნდა დაიწყოს და უნდა გავხდეთ მიმზიდველები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოკლე და მარტივი ფორმულა, რაც აფხაზეთს და აფხაზებს დაგვაბრუნებინებს. და სხვათა შორის მინდა უცებად ვისაუბროთ რკინიგზაზე თქვენ ახსენეთ ეს უნდა იყოს ამან უნდა გახსნას ხო უპირველესად ალბათ რუსეთიდან მარშრუტი ხო რუსეთის რკინიგზა ამ ეტაპზე არის დასანქცირებული. მე მის თქმა მინდა რომ ამ რკინიგზის გახსნა გარდა იმისა რომ თქვათ შიგნით ამას ყავს და ეყოლება მოწინააღმდეგეები ამას გარეთაც ეყოლება მოწინააღმდეგეები აი პოლიტიკურად როგორ შეიძლება ეს საკითხი გადაწყდეს და ესე იგი თქვენ ძალიან ხანმოკლე პერსპექტივაში ჩასვით რომ რუსეთის რკინიგზა ამ წუთში არა ხანმოკლე მე ამ წუთას ანუ ამ წუთას შეგვიძლია გავაკეთოთ თორე შეიძლება ისა რა ქვია უკვე ტრამპის ყველა გეგმაში დევს რაღაცა გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ ყველა 2014 წლის მერე მიღებული ყველა სანქცირებას გაუქმებაზე ასე რომ ჩვენ თუ მოცემულობად იმას ავიღებთ რომ ომი არასოდეს დამთავრდება უკრაინაში რუსეთი ჯვარცელებას არ ვიღებ. ხო და მე ვფიქრობ რომ უკვე გავედით რაღაც ფინიშისკენ ზელენსკი მოაწერა იმ უმძიმეს რაღაცას დღეს ტრამპის ინტერვიუ ვნახე და სხვაჩვენს ახტაცებული ვერ დავრჩი როგორც უკრაინელი ხალხის გულშემატკივარი ვიტყვი რომ ჩვენ 350 მილიარდზე მეტს ამოვიღებთ იმ ხელშეკრულებით რაც მივიღე ზელენსკისგანო ანუ მან ისეთი რაღაცები დაიმტკიცა, რომ უკვე სერიოზულად გახდა ამერიკისთვის მნიშვნელოვანი ომის გაჩერება, იმიტომ რომ მის ბიზნესს და ის ტერიტორიები, რომელიც მის ბიზნესს შეეხება, შეიძლება რუსეთი შეეხოს. და ამიტომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დროზე უკვე ეკონომიურად მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გაჩერდეს და უფრო მეტი იმედი მომეცა რომ ეს ომი გაჩერდება ისი მომხრეც ვარ რა ვიცი აი ყველანი ადამიანურადაც და აი ყველანაირად ბატონო ხაზ რეკლამის გამო უნდა შევწყვეტოთ ცირე ხნით ჩვენ მერე დაბრუნდები და განვაგრძელოთ საუბარს ამ მეტად საინტერესო თემაზე ნიკოლეთში ბრუნდები განვაგრძელოთ საუბარს ჩვენ სტუმართან მალხაზ-ტოპორიასთან ერთად ბატონო მალხაზი ახლა მოაწერეს ხელი და პრინციპში ხა ტრამპმა რაც თქვა ეს უსიამოვნო მოსასმენია მაგრამ ეს თქვა თავისი მისთვის ალბათ ამომრჩევლისთვის 100 დღე გაუვიდა და თქვა რომ სარფიანად და კარგად ვივაჭრეთო. რა საჭირო იყო აი მის დადგმა, რაც დაიდგა მაშინ ოვალურ კაბინეტში ზელენსკისა და
ტრამპს შორის და როგორ გაინაწილებენ ჩვენ არ ვიცით რა წერია ბრიტანეთთან უკრაინელების მიერ გაფორმებულ 100 წლიან ხელშეკრულებაში როგორ გაინაწილებენ უკრაინის სიმდიდრეს ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. კი ბატონო, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ძირითადი მეტოქე უკრაინის საკითხებში აღმოჩნდა არა რუსეთი, არამედ დიდი ბრიტანეთი და ნაწილობრივ საფრანგეთიც რა, იმიტომ რომ ფრანგებმაც რაღაც გამოყვეს ხელი და რაღაც ინტერესები ქონიათ თურმე იმ წიაღისეულებში. ეს აი ჩემთვის იყო აი სრული პარადოქსი და ნუ ტკივილი რომ აი რატო შეეწირა ემხელა ქვეყანა თურმე რა აი მართლა ვიძახი ხლა როგორც კი ვინც ის რომ რუსი აგრესორია და რუსი რომ თავდასხმელია და ეს ნუ ხო ვაცექება ორი აზრი ამაზე არ არის, მაგრამ ცოტა სხვა რაღაცეებიც როა და ეს დემოკრატიული ქვეყნები სრულებით არ არიან დემოკრატიულები და ყველაფერზე წამსულები არიან ფინანსური მოგებისა და თავიანთი ინტერესების გატარების გამო ამაზე ახლა ნუ რავი ნუ შემეკამათება რა. აზრი კაპიტალიზმის სიცუდე არაკეთილ შობილებს არც ერთ მათგანს, აი არც ერთ მათგანს არაკეთილ შობილი განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთს ეხება, ხო ეს რომელმაც აი საწიწრივ ეტაპზე, როდესაც პირველი მცდელობები იყო სტამბულის მოლაპარაკები, იმ სუჩაშლაზე იმუშავა და სულ არიქა არა რასამობ უნდა იომოთ ბოლო ჯარისკაცამდე, ხო? ხო და ეხა ეს სხვა ჩვენ ძალიან გამიკვირდა ტრამპის ეს განცხადება, იმიტომ რომ ეგეთი არადიპლომატიური განცხადება ამ ხელა ქვეყნის პრეზიდენტისგან რომ სარფიანად ვივაჭრე რა და აქ ვაჭრობა არის სიტყვა სარფიანის ხმარება, რომელიც ყველა ენაზე ესე ფაქტიურად ეგრე იყო დახმარი, რომ სარფიანად არის, ნუ უკრაინელების სისხლზე სარფიანად ივაჭრა და ნუ მიიღო რაღაც უფრო მეტი თანხები, ვიდრე ჩადო. იმიტომ რომ ნუ 350 მილიარდზე არ არის საუბარი, საუბარია რომ მაქსიმუმ 150 მილიარდი იყო ამერიკის წილი უკრაინის დახმარების და ნუ 350 მილიარდზე მეტი მივიღეს სანაცვლოდ ეს განაცხადა ტრამპმა. ნუ აი წარმოიდგინეთ რა და ნუ უკრაინამ სანაცვლოდ რა მიიღო იყო კილომეტრიანი საფლავები ახალგაზრდა ბიჭების, აი მართლა კილომეტრიანი საფლავები. ისე უკრაინამ შეიძლება არ მოეწონოს ახლა ჩვენს მაყურებელს და მსმენელს, ისევ როგორც ჩვენ თავის დროზე, მაგრამ მადლობა უნცეთი მასშტაბით, არა მიიღო ის, რაც ვერ გათვალა და რაზეც მოაწერა ხელი და დათანხმდა. არა, ვერ გათვალა, იცით, უკრაინა რისი გამთვლელი იყო, ესე იგი, მოდი ესე ვთქვათ, დანიშნული პრეზიდენტი, რომელიც სერიალი გააკეთეს, რომ პრეზიდენტად დანიშნული იყო, ეს სლუგანარო და მოგეხსენება. ეს იყო პროგრამები ამუშავდა, დასავლური პროგრამები, ვინ რომს კაბინეტს და რას დაიკავებდა, სხვა ჩვენ სრულიად პროდასავლელი, აბსოლუტურად პროდასავლელი პოროშენკო ჩაანაცვლეს ზელინსკით, ზელინსკიმ პოროშენკოს მოუგო ყველა რუსულენოვანი რეგიონი 100%-ით, ერთადერთი შეპირებით, რომ იქნებოდა მშვიდობა და რუსეთთან დალაგდებოდა, წარმოიდგინე, რამხელა ბლეფი გაათამაშეს, და ეს მართლა პროდასავლელი პოროშენკო, რომელიც ალბათ შეიძლება არ წასულიყო იმაზე, რაზეც თქვა ზელინსკი ყველაფერზე წავიდა ამის შემდეგ, გაწიეს ჭრდილში, მოიგო საკმაოდ დიდი კიდევ ვიძახი რა, მან მიიღო ნეიტრალური უკრაინელების ხმები და მან მიიღო რუსულენოვანი უკრაინელების აბსოლუტური 100% რა, ისეთი შეპირებები და თავის შეპირებების ყველაფერი საწინააღმდეგო დაატრიალა, ხო, აბსოლუტურად ყველაფერი. ბალები ხო აქვთ მე უკრაინელებს, მაგრამ ეს ომში უკვე მე აი არ მინდა რა, არ მიყვარს რაღაც ეთნიკური ნიშნით ადამიანების დაყოფა რა, ძალიან არ მიყვარს და არასოდეს ყოველთვის თბილისში დაბადებული გაზრდილი ვარ და არასოდეს თქვა სომეხი, აზერბაიჯანელი, რუსი, უკრაინა, აი ყველა არის ჩემთვის აბსოლუტურად ქართველი, აი არანაირი განსხვავება ვერ ვხედავ, თავპირველი ადამიანია და მე იმის გვარის დაბოლოება ის არაფერი არ არის ჩემთვის, მაგრამ აბა 40 მილიონიანმა ერმა ბოლო 10 პრეზიდენტში ერთი უკრაინული ეთნოსის ვერ შეარჩია და ერთი უკრაინული პრემიერ-მინისტრი ვერ შეარჩია, ხო? ან სომეხი არის, ან ებრაელი არის, და ქართველებიც არის, წარმოიდგინე და ნუ ვერ ახერხებს თავის წიაღიდან ამოწიოს ვინმე რა, ეს იყო დასაწყისში მხოლოდ კუჩმა და კრავჩუკი და მას მერე თავიანთი ეთნოს ადამიანი მაღალ თანამდებობაზე ვერ დავსვეს, ხო? 60%, 80% არაუკრაინელია პარლამენტი, 40 მილიონიანი ერზეა, თვითონ უკრაინელზე მაქვს საუბარი, უზით სხვა ეთნოს ადამიანი და არ ვიცი ეს ცოტა რაღაც უცნაურობასთან აქვს საქმე და ეს სტატისტიკა რა, ბეხლა ამით არაფერს ხაზგასმა არ მინდა, მაგრამ სულთა სტატისტიკა არის, ხო და არ ვიცი ამ ერთს რა ჭერს, ნუ ბოლო ეხლა 21 საუკუნეში დედამიწაზე რუსეთშიც იგივეა, ხო თუმე ჰომოფობიაზე და რაღაცაზე დაეხა თიც გამოიშვეს ამ სიტყვებისთვის, შეიძლება პირდაპირ ვიტყვი რომ 21 საუკუნეში დედამიწაზე არსად არ მოსულა რელიგიის აკრძალვა, უკრაინაში აიკრძალა მართლმადიდებლობა. ესეთი რამე დედამიწაზე არსად არ მოხდა, ეს გააკეთა თქვათ არა ქრისტიანმა ადამიანმა, მათმა ლიდერმა უბრალოდ
უბრალოდ კიევის ლავრა, რომელიც ალბათ ამ კიევსკაია რუსის ყველაზე დიდი სიწმინდეა, ისაც დახურა რაღაც გიჟური მიზეზით, რომ თურმე მამაოები კოორდინატებს გადასცემდნენ. გეგონება უწვერო ადამიანი კოორდინატს ვერ გადასცემს. იქიდან გაუსვლელად იჯდა თურმე კიევის ლავრაში და კოორდინატ რაღაც იგიჟეთი დახურა, გამოყარა ცემატყები, დუდლები და რაღაცა სასწაული ჩაატარა, ხო? ის ეკლესია, რომელიც მაპატიედა, ვიღაცა იტყვის, რომ ის რუსულია, მე თუ მკითხავ, ის თავის სიძველით და თავის ძირფესვიანობით რუსეთი სულ არსებობდა, ის კიევის ლავრა რო არსებობდა. რუსეთი ეგეთ წარუნა კიევის, სიტყვა კიევი არსებობდა და ის ლავრა არსებობდა და ეს უკვე როგორი პატივისცემაა, იცით? ეგეთი ადამიანი მაგას რო იტყვის, ხო, რუსეთ უმეხარო ეტყვი, იმიტომ რომ შენ რუსულ ეკლესიას უფრო მაღლა აყენებ, ვიდრე იმ სიძველეს, საიდანაც შემდგომ რუსული ეკლესია წარმოიქმნა რა. უბრალოდ შენ ინტელექტი და განათლება არ ყოფნის, რომ პირიქით დააყენო საკითხი რა. ეს რამხელა მადლი და რამხელა სიკეთე იყო ამერისთვის, უკრაინის ერისთვის, ის აკრძალა ტიპმა და ეხა რაზეა ლაპარაკი, როდესაც სხვა რელიგიის ადამიანს ირჩევ პირველ და ის შენ რელიგიას აგიგზავნოს, ხო? ესეთი რაღაცა, აი დედამიწაზე მართლა არ ვიცი, ბოლო საუკუნეა, ამ საუკუნეში ესეთი რამე არსად არ არც აფრიკულ ქვეყნებში, არც აზიურ ქვეყნებში, არც ლათინო ამერიკულ მესამე ქვეყნებში არსად არ მომხდარა და მოხდა ევროპის შუაგულში, ხო? რაღაც სასწაული მოხდა რა. ხო და არის რაღაცა ისეთები, რაც კიდევ ვიძახი, რომ ცოტა არ გამოდის საუბარი რა, რომ იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა რელიგიურ გრძნობებზე, ეთნიკურ გრძნობებზე, მაგრამ არა, ამ გრძნობებზე არ არის საუბარი რა. უკრაინაში კიდევ ვიძახი, ეს არის რაღაც ექსპერიმენტალური ლაბორატორია, ხა სადაც სააკაშვილს ჩაიყვანა, მწამებლებს ჩაიყვანა, როგორც საუკეთესო ხალხს და ძალისმიერებში ადეიშვილი გეყოლება ადამიანმა შექმნა სისტემა გაუპატიურების, მოკვლის, წამების და ის უზით იქ ხო რჩევლად, ხო აი რა უნდა ურჩიოს ადეიშვილმა, როგორ კაცმა კაცი როგორ უნდა პოზები თუ აი რა არჩევებს ადლებს მე მართლა ვერ ვიგებ ეს არის აი ამ ერის არ ვიცი რა ნუ ეხლა ახალაია და რა ვინ არ ცხოვრობს და ვინ არ იმალება და როგორი სახელგატეხილი თავის ქვეყნიდან გაგდებული ადამიანები ხო ხო და ნუ ახლა ყველაფერს და სათავეში ხავთ უბედურება რა არის იცი რომ კაი თქვათ ქართველი სადისტი ჩაიყვა უკრაინელი სადისტი ვერ იშოვე რომ ვარებ ვიღაცა მიკოლენკო დაგენიშნა ისაც შეიძლება უკეთესად აუპატიურებს მაგრამ ეს ხო არ იქნებოდა მხოლოდ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება ჩაყვანა ეს არის საინტერესო მომენტი ჩვენთვის ლაბორატორიული ქვეყანა არის აი ლაბორატორიული ქვეყანა არის როგორც ჩვენთან არის მცდელობა ჩვენთან იყო მცდელობა და მე ვეღარ ვგრძნობ ეხლა ამ მომენტში რომ პირიქით ეხლა ზედმეტად გაშვებულები ვარ და ხშირ შემთხვევაში ეს გაშვებულობას თავის დადებითი უარყოფითი მხარეებიც ახლავს ხო ესე რომ ყველაფერი რომ იდეალურად იყოს მე არ ვიტყოდი რა კი იყო ის პერიოდი როდესაც თითოეულ სამინისტროში იჯდა ერთ-ერთი უცხო ქვეყნის წარმომადგენელი რომელიც წვიტავდა ვინ დანიშნულიყო და ვინ არა ჩვენთან მაგალითად თავდაცვის სამინისტროში ყოველთვის იჯდა და ყველა არც თუ ისე მაღალ თანამდებობებსაც კი კურირებდა რომ რომელი ოფიცერი ჯობდა დანიშნულიყო ხო აბსოლუტურად აი ნამდვილად იყო ეს ახლა ნუ გავექცევით ამას ეს რეალობა არის ჩვენ თქვათ საბჭოთა კავშირი დავშვათ ყველაზე ძალიან ის გაგვიხარდა რომ გენადი კოლბინები აღარ იჯდებოდნენ და მეორე მდივნები რომლებიც რეალობაში არაფერს არ აკეთებდნენ გარდა იმისა რომ კრემლში ანგარიშებს წერდნენ და ამბობდნენ რომ ეს არასაიმედოა უნდა მოიხსნას ეს უნდა დარჩეს ეს საიმედოა ხო მეტი დავალება იმათ არ ქონდათ ისინი არ შემოქმედებით მუშაობას ეწეოდნენ არც ახშენობლებს არ მათ ქონდათ ერთადერთი დანოსი და ამ დანოსის შედეგად ხელმძღვანელი პირების შეცვლა გადაადგილება ხო ზუსტად იგივე მივიღეთ დამოუკიდებელ საქართველოში ანუ ვერანაირ და უბრალოდ პატრონყმის ურთიერთობა შეიცვალა და თქვათ უფრო ველური პატრონიდან უფრო ცივილურ ბატონზე გადავიდეთ კი ბატონო ხა ეს სიმართლეა ვინმეს მოწოს არ მოწოს ეს ესე არის ორჯერ 4-4-ია და დამთავრდა ხა მესმის რომ ვიღაცა იტყვის რომ აი ეს პროდასა ანტიპროდა არ არის ანტიპროდასალური კაცო დასავლეთმა გადაწყვიტა რომ ჩვენ ვართ ჩამორჩენილი ტომი რომელსაც ჭირდება ბელადების შერჩევა და ისინი არიან სპეციალისტები ბელადების შერჩევაში აი დაარჩევენ ბელადებს არჩევენ ბელადებს და სამწუხაროდ ხშირად მათ შერჩეული ბელადები ნუ იგივე ჯარის შემთხვევაში შემიძლია თქვა ხა იქ რამდენიმე იმის და ოდიოზური და ყოველთ უვარგისი ფიგურა გქონდა შერჩეული რომ ნუ 2008 წელს ყველაზე კარგად გამოაჩინა ხო გადავიდეთ იმაზე სამოქალაქო სექტორი ხო ნუ ეხლა მე არ ვიცი ხა ლომჯარია გიგაური და ეს ამათ რო შეარჩევ ხო ნუ ესე იგი არა გაგემოვნება რა რომელიც კავკასიურ ქართულ მენტალობაში ჯდება ხო შეუძლებელია რომ ადამიანები რომლებიც ეს მე სულ მაინტერესებდა რომ რატომ დავში აი რა
მონაცემის საფუძველზე შეარჩიეს სრულად არაავტორიტეტული ადამიანები იმავე სამოქალაქო სექტორში. ვაიმე, ეგ იმდენად რთული სიტყვაა, რომ ეხლა მე დავსვამ კითხვას. რის საფუძველზე შეირჩა ლაზარე გრიგორიადისი თანამედროვეობის გმირად, ხო? ეთნიკური უმცირესობა, სექსუალური უმცირესობა, გარეგნული უმცირესობა, ფსიქიატრიული უმცირესობა, სადიზმისადმი მიდრეკილება, აი ჩამონათვალი, ყველაფერი ჯდება. სადიზმის რატო? ცოცხალწოვდა ადამიანს და ერთი არ უნანია, ხო? სადიზმისადმი მიდრეკილება, აი რა პრინციპით შეარჩია ქართულმა ტელევიზიამ, ბევრი ადამიანი იყო დაპატიმრებული, მაინდა-მაინც ლაზარე გრიგორიადისი, ხო? გეგე, ანუ ყველაზე ცუდი და ნუ თან ვისახსენებენ მის გვერდზე გიორგი ამწუხელიძეს. აი წარმოიდგინე, ეს მეთოდოლოგია, გაუფასურება. ამით რა ხდება, რომ გიორგი ამწუხელიძეს ვაყენებ შეურაცხყოფას, ხო? მას ვაკნინებთ, რომ ლაზარეს დონეზე დავყავს. ის წარმოიდგინე, ბიჭი არის გმირი. კაი, ბიჭი არის, აი ერის სიამაყე, ხო? წარმოიდგინეთ, ეს არის ერის მაპატია და ბურთი, ხო? და დაკოს ერთ ვატოლებთ. აი წარმოიდგინეთ, ეს რა ვის მოვიდა ეს თავში აზრად და ახალგაზრდა ტვინი. მე ესე ვიტყოდი ერის ცუდი თვისებების გამოვლინება მაქსიმალურად და ანწუხელიძე მაქსიმალურად კარგი კი ბატონო. მაინც ადამიანია და ბურთი არის. ახლა ლაზარესგან გმირს ვერ ვიღებთ, მაგრამ ანწუხელიძე კნინდება ამით, ხო? ის ახალგაზრდა ტვინი ფიქრობს, რომ ისაც ესეთი მაშინ ასეთი გავხდები მე, რა თქმა უნდა. ხო და ნუ რამხელა ბოროტებას ჩადის, წარმოიდგინე, რამხელა ბოროტებას ჩადის, ხო? და რა ამიტომ შევთვის ყოველთვის გაუგებარი ხდება, რომ რატო უნდა ყოფილიყო მაგალითად ყველაზე პოპულარული გეი აქტივისტები, ხო? რატო თქვა ბევრი ტელევიზიების სათავეში სუისენი მოექცნენ, ამ საზღვარგარეთ შემოსული თანხების სათავეში სუისენი მოექცნენ, ხო? ეს არ იყო მათი რაღაც ლიბერალური სიგიჟის ნაწილი იყო ჩემის აზრით, ხო? რომელსაც მე პასუხი არ მაქვს, არც ინტელექტი მყოფნის სავარაუდოდ, ნუ ეხლა მე შემიძლია თქვა, როცა რაღაცას ვერ ხსნის, იმის ბრალი კი არა, რომ ის მოვლენა აუხსნელია, უბრალოდ მე არ მყოფნის გონებრივი შესაძლებლობები, რომ ავხსნა, რომ რაში ჭირდებოდა, თქვა ნიკა გვარამიასგან კაცი გამოეთალა, ხო, არ ითლება რა, ამისგან კაცი, მაგრამ თალეს, ხო, და აი პარტიის ლიდერია და 10% აიღო და რაღაცა, ხო? რატო აკეთებენ ესე და რატო უნდა და თქვა, კაი ეს ლიბერალური სიგიჟები დავამთავროთ სადისტებისგან, თქვა ეხლა ბევრი ამბობს, რომ აი მიტინგებზე ახალგაზრდებს ხედავთ გულანთებულ ახალგაზრდებს და მეც ხედავ იმ გულანთებულ, მაგრამ ვიცი რომ 100 გულანთებულ ახალგაზრდაში ორი გულანთებული მეგის კარდავაა მომავალი რა და ერთი სული აქვს რომ რაღაცა რომ შეიცვლება, ხო? აი ძალაუფლებას რომ ხელში ჩაიგდებენ, მე არ დაინდოს არავინ, ხო? აი ძალიან და როგორც წესი, ხო, აი ჩვეულებრივ გულანთებულ ახალგაზრდას, ხო, წინსვლაში ვერ გულანთებული, მართლა გულანთებული ახალგაზრდა ვერასოდეს ვერ აჯობებს გულანთებულ მეგის კარდავას რა. ის ყოველთვის იმაზე წინწავა რა. ის ყველაფერზე წამსვლელია და იმიტომ ის ყოველთვის იმაზე წინწავა რა და ესე მარტივად არ არის რომ ამ ბავშვების სახეებს შეხედე ამ ბავშვების სახეების უკან ხო მეგის გარდავას და ბაჩო ახლა ეს სიციასათნო სახეები ქონდათ მაგის სკოლის სურათები მაგნახი მაგათოს რომ ხო და ნუ აი მე ვიღებთ ეშმაკებს და სატანებს ხო და დასავლეთსკენ ხარდაჭერილს ყველაზე უბედურება ის არის რომ დასავლეთმა ამას ხარი დაუჭირა ხო დემოკრატიის შუქურა უწოდა იცოდენ ახლა თუ მე მეტყვის რომ ამერიკის დაზვერვა იმდენად სუსტია რომ თქვა ქართულ ციხეებში რა არა მეც ამას გამორიცხავ ეს მე ახლა უბრალოდ მათ თავიანთი გვანტანამო აქვს და რა გვიკვირს რა ეგ ჩვენში მოვიგონეთ ხო ეხლა მოდი ერთ საინტერესო მომენტზე გავჩერდები რა სტალინი ფიგურა რომელიც მე ძალიან არ მიყვარს მაგრამ სტალინი და მისი თანამედროვეობა რა ხდება როდესაც ჩვენ ყავს დიქტატორი სტალინი რომელმაც გულაგებში გადაასახლა 100,000-ობით და მილიონობით ადამიანი და დაიხრიტა ძალიან ბევრი ადამიანი. რა ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში? კურკუს კლანი მოქმედებს, შავკანიან მოსახლეობას წვავენ. 91 წელს დასრულდა ბოლო ლიჩის 91 წლამდე გაგრძელდა სტალინის ადღარი უკვე ცოცხალი აღარ არის. შავკანიანს სწავლის უფლება არ აქვს, ტრანსპორტში ასვლის უფლება არ აქვს, წყლის დალევის უფლება არ აქვს, სადა თეთრკანიანი სოს, წარმოუდგენელი ამ ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. რა ხდება ევროპაში? პატარა ბავშვების, შავკანიანი ბავშვების ზოოპარკი აქვს ამ დროს, როდესაც სტალინი არის დიქტატორი. ბელგიაში, აი დემოკრატიის ცენტრში ყავთ ზოოპარკი ბავშვების და ბავშვი ზოოპარკში თუდად მოიქცევა, ნუ აი ვთქვათ, გალიაში ჯდომი ბავშვი ხელებს აჭრიან. გადავიდეთ რა ხდება ფაში გერმანიაში, გიტლერი ყავთ, მეტი რა ყავთ თქვა, ხო სიტყვა გიტლერზე უკვე უნდა ყველა მიხვდეს. რა ხდება იტალიაში ყავთ მუსოლინი. გადავიდეთ ესპანეთში, ფრანკო, რომელიც ქალიან ბავშვიანად, სოფლიანად წავს მოსახლეობას, ვინც მის მხარეს არ არის, ხო? აი, ნუ რაღაც წარმოუდგენელი რამე ხდება. და ის ევროპა გვეუბნება, ეხლა სტალინის ძეგლი აიღეთო, როდესაც ბელგიაში დგას ლეოპოლდის ძეგლი, ადამიანმა, რომელმაც ბავშვების ზოოპარკი ააშენა.
ბავშვების ზოოპარკი კი ბავშვებისთვის ზოოპარკი კი არა ბავშვები როზიან გალიებში ზოოპარკი აშენა ხო და ხა ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია რა მე კიდევ ამ სტალინი დემოკრატიისგან კი არა ცოტა ადამიანური გზნობებისგან ძალიან შორს იყო ხშირ შემთხვევაში მაგრამ თითქმის მთელ დემოკრატიული სამყაროს ლიდერებს ჯობდა დემოკრატობაში რა ბატონო ხა ჩვენ მე ჩემი აზრით ეს შეგვეშალა შეიძლება მაშინ ვერც გავთვლით მაგრამ ჩვენ შეგვეშალა ჩვენ გვეგონა რომ ეს იყო უკეთესი ამ დროს დასავლეთს კოლექტიურ დასავლეთსაც ცალკე ევროკავშირს ცალკე ამერიკის შეერთებულ შტატებს ცალკე ბრიტანეთს მათ აქვს თავიანთი ინტერესები ისინი ასე ხედავენ ისინი ასე მოქმედებენ შენ თუ გინდა მათთან ერთად და ჩვენ ვამბობდით გვინდაო ხო შენ თუ გინდა მათთან ერთად ის გეუბნება ჩემთან ერთად რომ იყო შენ უნდა იყო ასეთი და შენ უნდა გააკეთო ეს ანუ იმათ პოზიციაზეც ვდგები ჩვენ გავაკეთეთ ეს არჩევანი და ჩვენ ვიხსნით ჩვენ სხვათვის მაჯორიზმიც ალბათ რომ ეს უკეთესი იყო ასე გვეგონა შეგვეშალა შევცდით ასეთი არ იყო დასავლეთი თუ რა მოხდა მე არ ვიცი მაგრამ ახლა რა უნდა ვქნათ რუსეთი ისეთი საფრთხობელაა როგორიც იყო და უბრალოდ აღმოჩნდა რომ დასავლეთიც არ ყოფილა ისეთი არა ხო დასავლეთი არ ყოფილა ის ელდორადო რომლის საძებნელათაც ჩვენ გავეშურეთ და სულ ყველა მე ამ ჯუნგლებში ჩავიკარგეთ ნამდვილად არ ყოფილა ელდორადო მაგრამ მე ვამბობ რომ დასავლეთი არის დედამიწის დღეს ერთადერთი ის ცივილიზაციის წყარო და საქართველოს ის აუცილებელი მამოძრავებელი და საერთაშორისო მნიშვნელობის რო არ არსებობდეს დასავლეთმა უბრალოდ ჩარკინის ფარდა აღვიმართა ხო დავიღუპებით იმიტომ რა გავაკეთოთ არა დასავლეთი ჩვენთვის აი თავის ბევრი ნეგატიური უკან დგას ბევრი დადებითი და ჩვენ ყველაფერი დადებითი უნდა წამოვიღოთ მათი ეკონომიკა მათი დემოკრატიული მართლა დემოკრატიული და არა ლიბერალურ სიგიჟებზე არა მაგ საუბარი ქმედებები ძალიან ბევრი რაღაცა გვაქვს დასავლეთისგან სასწავლი ძალიან ბევრი გადმოსაღები ძალიან ბევრი საინტეგრაციო და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მე კიდევ ვამბობ ჩვენი ქვეყნის მიზანი და თქვათ პარტიულადაც ვამბობთ ამას რომ არის ნეიტრალიტეტი და ეს ნეიტრალიტეტი ის რომ ჩვენ გვინდა არაფერს არ ნიშნავს ამ ნეიტრალიტეტს ხარი უნდა დაუჭიროს პირველ რიგში დასავლეთმა თურქეთმა ეს როგორც უახლოესი მეზობელი და ნატოს წევრი ქვეყანა ვიძახი თვით რუსეთმა რომელსაც გარანტიას მივცემთ რომ აღარ დამთავრდა ნატოს ჯარით აღარ გემუქრები ხო რაღაც აი სისულელეს ვიგონებთ რომ გუშინ თმელიში ჩატარდა ნატოს სწავლება აი ხლა ხო გეჩვენებოდა რომ ნატოს სწავლება ჩატარდა იქ თვითმფრინავები შემოფრინდნენ გემები იქ წყალქვეშა ნავმა თავი ამოყო იქ ვიღა დასატნიკები არა ვიღაცა სამი სათვალიანი ტიპი და კომპიუტერზე თამაშობდა ეს იყო ნატოს მაგრამ რუსეთს ხო ხედავდნენ გულზე საქართველოში ნატოს სწავლება ჩატარდა ხო ახლა წოტარდება აზერბაიჯანი ნუ აი არაფერი არა რუსეთმა უკვე იცის რომ ეს ნატოს სწავლება არის რაღაც თან ბოლო სამიძე ნატო არის ყველაზე პატიოსადი ორგანიზაცია სხვათვის ნატოს ლიდერები არასოდეს არ აცხადებდნენ იმ სიგიჟეებს რასაც ყოფილი პოლიტიკოსები და გაურკვეველი პოლიტიკოსები მაგათ ბეთიუ ბრაიზა ხო დავგუგლოთ და თანამდებობა რა ვინ იყო ბეთიუ არ ვიცით ხო აბსოლუტურად არ ვიცით ტიპი ვინ იყო და ნატოში თქვენი ადგილი რაღაც სიგიჟეებს ხო და ბოლო სამიძე ეს სიგიჟეები რომ დამთავრებულიყო პირდაპირ მიუთითეს რომ ნუ არანაირი ნატოზე საუბარი საქართველოს უკრაინასა და მოლდოვას შემთხვევაში არ შეიძლება იყოს დამთავრდა ანუ ნატოს ხელმძღვანელობას მადლობას უხდი იმ პატიოსნებისთვის რომ ლომჯარია ვეღარ გვასულელებს ხო რომ ნატოში ნატოს კარებთან და სკვაზნიაკია და აი უბერავს ნატოს კარებიდან სიო და რაღაცები ხო ნუ დაამთავრებინეს აი გიგაბოკერეს ვეღარ ლაპარაკობენ ამ სიგიჟეებს იმიტომ რომ ნუ არ შეიძლება მუდმივ სიგიჟეში ცხოვრობდეთ როგორც ცხოვრობდით ხო მუდმივ ტყუილებში და აი ახალგაზრდა ტვინებზე ამ ტვინების დასრესვაზე იმ ახალგაზრდებს აი გამოულაყოთ უნდა თავი რომ რასამ აი ნატოს შევდივართ და კოპახიძე თურმე ნატოს რაღაც მიღება და კოპახიძე აკავებს თუ ეხა ცოტა ტვინს ხო უნდა დაამატო რა ადამიანმა მაგრამ ნუ ახალგაზრდას თოთო ტვინებზე ადვილად მუშაობს ეს რაღაცა კოპახიძე ნატოს აკავებს რა კი ბატონო და დინარაძე ხო თავის ათვალებს რომ მოიხსნეს ნატო უკან იხევს თურმე იცავს უკანად ესეთ რაღაცებს ვიგონებთ ხო ხო ნეიტრალ კიდევ ვიძახი და ის ნეიტრალიტეტი რომლისთვისაც აუცილებლად გჭირდება დასავლეთის ხარდაჭერა აუცილებლად თურქეთის ხარდაჭერა ჩვენი მეზობლებში რა თქმა უნდა სომხეთ აზერბაიჯანში რომელსაც ორივეს ნამდვილად ჭირდება საქართველოს ნეიტრალიტეტი მართლა ჭირდება ერთსაც და მეორესაც აი შინაარსობრივად ჭირდება და რა თქმა უნდა რუსეთისთვის რომლისთვისაც ეს ნეიტრალიტეტი უკვე გარანტია რომ მე შენ აქ აღარ მოგიწყო პოლიგონებს და იმას სამხედრო ბაზებს არ ჩავდგავ ნუ ოღონდ ერთი თხოვნა რომ დიდი ბოდიში და მიაბძანე რა შენი სამხედრო
ორი ბაზა რომელიც მიდგა საქართველოში რა რომელიც აი არანაირ ლოგიკით და არანაირად ხო მაგრამ ნუ ეს უკვე სავაჭრო თემაა და ეს სამომავლო თემა არის მაგრამ ნეიტრალიტეტს ეს მაინც არ უშლის ეს აი სიტყვა ნეიტრალიტეტს რომელიც კიდე მიმაჩნია რომელიც დაგვაბრუნებინებს აფხაზეთს რომელიც დაგვაბრუნებს სიმშვიდეს რომელიც დაგვაბრუნებს რეგიონის შვეიცარიზაციის საშუალებას მოგცემს რა ეს ან უნდა გესმოდეს ან არ უნდა გესმოდეს რა მით უმეტეს ახლა ახალი კონფლიქტები რო წამოვიდა მაგრამ ყოველთვის ჩვენ ახლა უნდა დაველოდოთ რით დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი არა რომ შევაჯამოთ რუსეთ-უკრაინის ომი უკვე იმით დასრულდება რაც ერთხელ გამოდის და როდის და ესეთი ფიგურა იყო შემდეგ ხო რთული ამბავი იქნება თუმცა ეს ვრცელი საუბრის თემა ამდენი შეერაღებული ხალხი ამას როგორ ალაგმავს ევროპა ეს არის მოდი ეს ძალიან რთული თემა იქნება იმიტომ რომ მე შემიძლია გავიხსენო 92-93 წელი შევადარო საქართველოსი რა შევადარო 94 წელს რომელიც ომის წლებზე 92 სამოქალაქო ომი გადატრიალება სამხედრო გადატრიალება და შემდეგ აფხაზეთს სამოჩაბლო ხო 92-93 წლებში ეს დამთავრდა ყველაფერი მაგრამ ბევრად რთული წელი იყო 94 წელი კრიმინალური მკვლელობებით აი ბევრად რთული თბილისში ტრიალებდა ჯოჯოხეთი ხო არა მარტო თბილისში საქართველოში ზოგადად ხო ეხლა დამჯერ ეს ამ შემთხვევაში ქართველები ვიყავით ამ ჯოჯოხეთის მომწყობები რა ყველა მხრიდან ქართველები ვიყავით მაგრამ უკრაინელი და ეს სლავური ერი მონღოლური ფესვებით თავისი გამძლიერებული და ეს მეომრული თვისებებით ბევრად უარესია მოსალოდნელი სხვა შორის არა მარტო რუსეთშიც უკან მობრუნებული ეს არმიები უკან დაბრუნებული ეს მოხალისები ხა იქ ჯარში ძალიანაც მოინდომებენ ამდენ ჯარს ვეღარ შეინახავთ ერთ-ერთი მხარე და ის ჯარის დაბრუნ იქ არის ფსიქოლოგიური ნევროზი ესა ისა მოუნდებათ ჯერ მარტო მილიონამდე უკრაინაში მილიონამდე ამპუტანტი არის წარმოიდგინეთ ეს რაღაც საშინელი ტრაგედია არის ხო მათი მიხედვა მათი მოთხოვნები ეს არ ვიცი მე აი რა იქნება ამ ქვეყნისთვის უკვე თან წინასწარ გაძარცულია ქვეყანა ხო აგერ ტრამპი კმაყოფილია ვაჭრობის შედეგით აი ქვეყანა მართლა წინასწარ მე მახსოვს თბილისში ლენდლიზის სიტყვა იზეიმეს რა და შინაარსი არ იცოდნენ არც ერთმა ლენდლიზის უკან რამხელა ვალებიდებს ქვეყანას და რამხელა არაფერი უკრაინას თავისი არ დარჩა უკრაინას მაქსიმუმ ტრაქტორისტად მუშაობის უფლება ჰქონდეს რომელიმე უცხოელის ფერმაში აიმის უფლება დარჩა მეტი უფლება უკრაინელს აღარ დარჩა იმ ქვეყანაში საუბედუროთ რა და კიდევ ამ ფარც რუსეთელის უკეთესი დღე ომის შემდგომ უკრაინის რა შეღავათი და რა შეეხება ახლა როგორ მორჩება და მე მგონია რომ აი ეს პირველი გეგმა რაც ბრიტანეთში უნდა განხილულიყო მაგრამ ისევ ამერიკამ ჩააგდო ეს 4 რეგიონი რომელსაც არ ცნობენ მაგრამ რუსეთის ფლობელობაში ტოვებს აი როგორც ყირიმის გათამაშდა ზუსტად ის ვარიანტი აქაც თავის დროზე ეს მოხდება ესეთი ფიგურა იყო უკრაინელი პოლიტიკოსი არესტოვიჩი ახლა ბევრი ქართულ მიშის მაგალითად მკვდარი მამის სურათი არედო და არესტოვიჩის სურათი ედო თავის ფეისბუქზე უკრაინელი გოგონები და ბიჭები თქვენ ლაჩრები ხართ როგიონებენ მოვლენ და დაგიბრუნებენ ხო და რაღაც ეს არის საშინელი ფიგურა ჩემთვის ეს არესტოვიჩის ინტერვიუს მოусმინე 2 დღის წინ ჩვენო ჯობია სასწრაფოდ დავთანხმდეთ ამ 4 რეგიონის ყირიმის და 4 რეგიონის რუსეთისთვის გადაცემას თუ არა 6 თვეში უკვე 6 რეგიონზე იქნება საუბარი და 1 წელიწადშიო 8 რეგიონზეო რა ეს არის არესტოვიჩის განცხადება ეს მალხასტო ფურიასი არ არის ეს არის ჩემთვის ძინედ მოსასმენი განცხადება ამ ბინძურმა კაცმა კიდე ერთი ბინძურა გააჟღერა მაგრამ რეალობასთან ახლოს არის და პრაგმატიზმთან ახლოს არის ის რა თქვა ამერიკის პრეზიდენტმა თქვა ის გაანამეორა და ზელენსკის მოუწოდა რომ ანუ დათანხმდი ამას სასწრაფოდ სანამ უარესი არ დამდგარა ამას მე არც გამარჯვებული სახით ვამბობ და არც გახარებული პირიქით, იმიტომ რომ მართლა უმძიმესი რაღაცა დადგა უკრაინელი ხალხისთვის და განსაკუთრებით ზელენსკისთვის, იმიტომ რომ ზელენსკის ესეც რომ მოხდეს, ესეც რომ ზელენსკი ამ გადაწყვეტილებას უკვე ვეღარ მიიღებს, იმიტომ რომ ამ ადამიანმა აწარმოა ომის რიტორიკა, აწარმოა ყველა მოლაპარაკება ჩაშალა, რომელიც კი შეიძლება დაწყებულიყო და აბსოლუტურად ყველაფერი წაიყვანა იმისკენ, რისკენაც მივიდა საბოლოოდ უკრაინა. ნუ რა თქმა უნდა, პუტინის აგრესიულობის ფონზე ხა აზია ლაპარაკი უკრაინა არ შეჭრილა რუსეთში და რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. ხო და მე ვფიქრობ რომ აი არ ვიცი ალბათ ერთ-ერთი პირობა იქნება რომ ზელენსკის გარეშე გაგრძელდება ეს მოლაპარაკებები. ალბათ რუსეთი არ მოაწერს ალბათ ხელს იმიტომ რომ სულ ამბობს და ვნახოთ აგვისტომზე რა მოხდება. ბატონო ხა ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ ჩვენი გაცემის პირველი ნაწილის დრო ამოიწურა თქვენ დაგემშვიდობთ ჩვენ მცირე ხეთ რეკლამის გამო უნდა შევწოდოთ გადაცემა და დაგიბრუნდებით მეორე სტუმართან ერთად დაგველოდეთ.